მოგესალმებით, მეგობრებო, ნაცნობებო, უცნობებო და პირველ რიგში საყვარელო ადამიანებო, ატლეტიკის გარეშე განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან მიყვარხართ, ვინაიდან ჩვენ გაგვაერთიანა მიზანმა და ჩვენი მიზანი არის საქართველო. ჩვენი მიზანი არის ის საქართველო, სადაც თავისუფლება ფასდება და არა ის, სადაც მონური მორჩილება ფასდება და პირიქით თავისუფლება არის დასჯადი. ის საქართველოა ჩვენი მიზანი, სადაც ლაღი, შემდგარი, განათლებული, რეალიზებული ადამიანების საქართველოა და არა ის საქართველო, სადაც ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტისგან მხოლოდ სახელწოდება დარჩა. ეს არ არის ის საქართველო, რომლისთვისაც უბრძოლია თაობებს და ჩვენ აქ ცოცხალ ადამიანებს შესაძლებელია ერთმანეთს პატივსაც არ ვცემდეთ პერსონალურად, არ გვიყვარდეს, მაგრამ მიზნის გარშემო რახან ვართ გაერთიანებული, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ ძვირფასები. ჩვენ გვინდა ისეთი სახელმწიფო ავაშენოთ და ვიცხოვროთ, ისეთი თბილისი არსებობდეს, რომელიც პოლიტიკაზე მეტია. არ გვინდა ისეთი საქართველო და თბილისი, სადაც ყველა ერთ პოზიციაზე იქნება, სადაც ყველა ერთ ჭკუაზე იქნება, სადაც ყველა ერთ მოსაზრებაზე იქნება. მრავალფეროვნება არის ჩვენი ძალა. და მეორე მხარეს არის გაცხადებული პოლიტიკა ავტორიტარიზმისა. მან ყარა წილი ივანიშვილმა და გითხრა, რომ ბატონ პატრონი ის უნდა იყოს მომდენო წლების განმავლობაში. ჩვენ ვყარეთ ძალიან მკაფიოდ წილი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, როდესაც საპროტესტო მოძრაობა სხვა ეტაპზე გადავიდა, რომ ჩვენ ავტორიტარიზმს ვერ შევეგუებით. არა იმიტომ, რომ უბრალოდ ჯიუტი ხალხი ვართ, არა იმიტომ, რომ უბრალოდ ჩვენი აკვიატება და ახირება, არამედ უბრალოდ ეს არის ჩვენი შინაგანი ძალა, რომელიც მოსვენებას არ გვაძლევს, რომ არ შევეგუოთ ავტორიტარიზმს და ერთი კაცის მმართველობას. ჩვენ ძალიან არ მოგვწონს არათუ ერთ პიროვნული მმართველობა, აღარ გვინდა ერთპარტიული მმართველობაც. და მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მმართველობისა. და დღეს რაც დადასტურდა თბილისში, პირველად მოდით სიმართლე გითხრათ, არ დადასტურებულა თბილისში. ბევრჯერ დადასტურებულა, როდესაც ძალადობენ სხვა ხელისუფლების პირობებში, წინა ხელისუფლების პირობებში და იმის წინა ხელისუფლების პირობებშიც. თბილისი გამოსულა და რეაგირებს ძალიან მტკივნეულად, ძალიან ემოციურად და ძალიან სამართლიანად, როდესაც ფიზიკურად ძალადობს პოლიცია, ან პოლიციის მაგვარი ადამიანები, ან უბრალოდ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ხალხი. და როდესაც თქვენ დაინახეთ, რომ ბავშვებზე, დედებზე, ქალებზე, სხვა ადამიანებზე ისინი რაოდენობრივად უპირატეს მდგომარეობაში მყოფები ძალადობდნენ დილის-7 საათზე, რამდენი დედა, მამა და ბებია და ბაბუა და შვილი გამოხვედით დღეს აქ ჭავჭავაძის გამზირზე და ასე იქნება მომავალშიც მოპოვებული გამარჯვება, სახელმწიფოებრივი გამარჯვება. ეს იყო მინი პროექტი, რომელიც თვალნათლე დავინახეთ ყველამ. თითოეულმა აქ ყოფნა ადამიანმა, რომ თუ ვიქნებით ძალიან ბევრი, რაზეც მთელი ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ, ხელისუფლება მხოლოდ მელიქიშვილის გამზირიდან, ქუჩიდან კი არ დაიხევს უკან დაიხევს ხელისუფლებიდან. ამას სჭირდება კიდევ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ქუჩაში, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ სპეცნაზელები, ჩვენ არა ვართ გაწვრთნილი ჯარი, ჩვენ არა ვართ ის ხალხი, ვინც ყაზარმაში ცხოვრობს და ავარჯიშებელი, იმიტომ რომ მე მოქალაქეებს გაუსწორდნენ. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ანთებულები ვართ
თავისუფლების წყურვილით და ჩვენი ერთადერთი მთავარი ძალა ის რომელიც არ აქვს ხელისუფლებას არის სიმართლე და ღირსებასთან ერთად სიმრავლე ჩვენ თუ კონკრეტულ დღეებში და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს და ნახევარი წარმატება უკვე არის მიღწეული ვიქნებით თბილისის ქუჩებში ივანიშვილის რეჟიმი შვიდობიანად დაემხობა იმიტომ რომ ჩვენი ამოცანა არის არა მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის დედებო და მამებო აქ არიან ჩემი მშობლები ვერ ხედავ აქ არც ჩვენგანს არ გვინდა დაპირისპირება მაგრამ იმისათვის რომ შვიდობიანად აბსოლუტურად ადეკვატურად ოღონდ აგრესიულად არაძალადობრივად რეჟიმის შევცვალოთ რომ მალევე დავიწყოთ ამ სახელმწიფოს გავითარება რაც არის მთავარი ამოცანა ჩვენ გვჭირდება სიმრავლე მტკიცე პოზიციის დაფიქსირება თბილისის ქუჩებში და ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამიტომ არ გეგონოთ ჩვენთან დღეს ბელიქიშვილის და ჩვენთან ქუჩაზე როდესაც ვიდექით ბევრი მოდიოდა და უთქვამთ ჩვენთვის ჩემთვის რომ აი რას ვაკეთებთ კიდევ უფრო მეტად ვიყოთ აგრესიულები კიდევ ჩვენ ვართ ძალიან გაბრაზებულები და ეს ბრაზი ვაქციეთ მოტივაციად მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენ თენგის კიტოვანებად და ჯაბაიოსელიანებად ამის შესაძლებლობა რომ წიყოს არ გადავიქცევით იმიტომ ამ სახელმწიფოს განვითარება მწყურია და არა მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ჯინი რომ იქიდან ჩამოვაგდოთ ეს არის უმნიშვნელოვანესი ამოცანა მაგრამ არა გენერალური ამოცანა არის საქართველოს თავისუფალი სამყაროს წევრობა და სახელმწიფოს განვითარება შეგახსენებთ კონტექსტ რომელიც არის უმნიშვნელოვანესი და ბელიქიშვილის გამზირზეს დღეს შევატყვე რომ ნაწილს ჩვენგანს გვავიწყდება ის უნიკალური მოცემულობა რომელიც ჩვენი ძალა არის საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამერიკის შეერთებული შტატებმა დიდ ბრიტანეთმა ევროკავშირის სახელმწიფოებმა არჩევნების შედეგები არ უღიარა ივანიშვილის რეჟიმს ეს არის პირველი და უნიკალური მოცემულობა მსგავსი რამ არ ყოფილა შემდეგ ქვეყნის შიგნით არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ რაც ასევე სიახლეა არ აღიარა არჩევნების შედეგები სამოქალაქო საზოგადოებამ მთლიანად ასევე არ აღიარა არჩევნების შედეგი გაყალბებული სისტემურად არჩევნების შედეგები და ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონკრეტული სახელი დაარქვა ამ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს ეს იყო რუსული ინსტრუქციებით ჩატარებული არჩევნები შესაბამისად ამ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს თვით მარქვია ხელისუფლება აქვს მას მიტაცებული და ძალიან თხოვთ ეს კარგად გონებაში გამოტარებული მოსაზრება უნდა იყოს მხარი რომელსაც გვჩერა ჩვენ პირველ რიგში ჩვენს გონებაში უნდა გავიმარჯვოთ და შემდეგ უნდა დავამარცხოთ ის 4000 თუ 4500 რობოკოპი თუ სპეცნაზელი რომელიც ბრმა და ყრუმორჩილებაშია ივანიშვილის რეჟიმი დგას მხოლოდ და მხოლოდ 4500 რობოკოპზე და სპეცნაზელზე ეს არის მისი ძალაუფლება წარმოიდგინეთ ერთი მშვენიერი დღე თბილისში როდესაც მხოლოდ ჭავჭავაძის გამზირზე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი არ იქნება ეს რაოდენობა ხალხი შეკრებილი თუნდაც ამ დროს დღისა არამედ იქნება 5 ან 6 ადგილას თბილისში პლუს რუსთაველის გამზირზე აი ძალიან თხოვთ ამ გადმოსახედიდან შეხედეთ ივანიშვილს და მის რეჟიმს და მერე მის 4500 სპეცნაზელს აი ეს არის ჩვენი ამოცანა ამას უნდა მივახციოთ რომ როგორც დღეს დედები და მამები გამოხვედით ჩვენი შვილების უცნობი ადამიანების ხარდასაჭერად და პირველ რიგში სახელმწიფოს ქომაგებად კიდევ უფრო მეტი ადამიანი თქვენი მეგობრები და უცნობები გამოვლენ სტიქიურადაც გამოვლენ სპონტანურად გამოვლენ მათ ჭირდებათ ახლა დარწმუნება რომ
ყველაზე აქტიურ ნაწილს საზოგადოების ვინც აქ არის ახლა შეკრებილი თბილისის ქუჩაშია ძალიან გჯერა რასაც ვაკეთებთ და არ გვაქვს მოლოდინი რომ სხვა გააკეთებთ ჩვენ გასაკეთებდეს მაგრამ ყველა ასე არ არის ბევრი ადამიანი ახლა გვაკვირდება და ისინიც რომ დაწუნდებიან რომ ჩვენ ვართ ურყევები ჩვენს პოზიციაში გამოვლენ ისევე როგორც გამოსულან ნუ ველოდებით სიურმანანას ერთ დღეს ამ მიზნისკენ მოძრაობა არის მნიშვნელოვანი რომელიც დაწყებულია და ეს დაგვირგვინდება ზღვა აბობოქრებული, აღელვებული, სიმართლეზე და ღირსებით, მორალური უპირატესობით, შეიარაღებული ქართველებით თბილისის ქუჩებში და ასეთ შემთხვევაში რეჟიმი ჩამოინგრევა, მაგრამ მანამდე ეს რეჟიმი ყოველ დღე უნდა ვარყიოთ. დღევანდელი დღის შემდეგ გამოცანა 1-4, 1-3, 6 გაუთუდა ხელისუფლებას. ნებისმიერი დაშლილი აქცია გამოიწევს გამრავლებას. გამრავლდება ის 3-ჯერ თუ 2-ზე თუ 4-ზე, ესე ჩვენზეა დამოკიდებული. მასაც ადამე, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისათვის, რომ თქვენ ყავხართ საქართველოს. დიდი მადლობა იმისათვის, რომ ასობით ათას ემიგრანტს ახლა რომლებიც შემოგწკერიან, დაწუნებული ვარ იტალიაში, ესპანეთში, სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოებში მუშაობენ ახლა საღამოს სხვადასხვა პროფესია ათვისებული ქართველები და ცალით-თვალით ტელეფონი უჭირავთ ხელში და ჩვენ გვიყურებენ და ჩვენი ეიმედებათ რომ ჩვენი გამარჯვების შემდეგ იმედი გაუჩნდებათ რომელიც შანსად გადაიზრდება და მე რეალიზდება რომ ისინი დაბრუნდებიან ამიტომ ის ქართველებიც გვახსოვდეს რომლებიც ათასობით რიგში ჩადგა მე რომ მკითხოთ თუ მინდა დაამცირა ივანიშვილმა ამ არჩევნებზე მიმდინარე დღეს არჩევნებისა თუ ვინმეს სულში შეურაცხყოფა მიაყენა და აბუჩა დაიგდო ყველაზე მეტად ეს იყვნენ ჩვენი ემიგრანტები, ქართველები, რომლებაც 24 საათი, 48 საათი იმგზავრეს იმისათვის, რომ ერთი ხმა მიეცათ საქართველოს მომავლისთვის და წილისად ჩაედოთ უკეთეს საქართველოს მომავალში და წარმოუდგენელი რიგები დაახვედრა და ბერმა არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც კი ვერ მოახერხა. ამის შემდეგ იქ იყო დღე საღამო აქ იყო უკვე ღამე ივანიშვილს გამოცხადებული ქონდა არჩევნების შედეგები მაგრამ ათასობით ემიგრანტი იმ იმედით რომ იქნება მისი ერთი ხმა მაინც რამეში წაგვადგეს აქ თქონდა სხვა ქართველებს იდგა და ის ერთი ხმაც კი მოხდა და იმ ემიგრანტების ხმებისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ ჩემო მეგობრებო იმიტომ რომ ენატრებად კეკელიძეს ქუჩა თბილისი საქართველო აქ დგომისთვის ბევრ რამეს დათმობდნენ ისინი და ჩვენ მათი საქმეც უნდა გავაკეთოთ. დიდი მადლობა და პატივისცემით მინდა თითოეულ თქვენგანი გულში ჩაგიკრათ ასე დისტანციურად. გოცნით და გამარჯობა და გამარჯობა თქვენ და საქართველოს. დიდი მადლობა. ასევე რა თქმა უნდა ოჯახის წევრები მინდა პირველ რიგში გავახრევო იმ ადამიანების, იმ თანამებრძოლების, რომლებიც დღეს დააკავეს. დილით ადრე 7:30-ზე, 6 საათზე, 8:30-ზე. მოვიკითხო მინდა ისინი თითოეული მათგანი. ისინი მალე დაგვიბრუნდებიან, შემოგვიერთდებიან და ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას. თუმცა ისეც უნდა ვთქვათ, დაზღვეული ამ ბრძოლაში არავინ არ არის, რომ შეიძლება რამდენიმე დღით, შეიძლება რამდენიმე კვირით დროშა ხელიდან გაგვაგდებიო, მაგრამ ამ ბრძოლაში თამამად წავალთ თითოეული ჩვენგანი უკან მოუხედავად თუ დანამდვილებით გვეცოდინება, თუ ჩვენ ფიზიკურად გამოვაკდებით ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ ამ ბრძოლას კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა თბილისის ქუჩებში და იმ დაკავებული ადამიანების სასახელოდ და თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ ეს მოწებულობა დღეს შევქმნით და მათი იქ ადმინისტრაციული წესით ჯერჯერობით დაკავება და ვისაც
რასის შესამართლის მუხრითაც არ უნდა აღუძრა საქმე, უკვალოდ არ ჩაევლის. იმიტომ რომ პატივი არის ბრძოლა, არ არის სასიამოვნო იყო დაკავებული აი ამ მართლაც ივანიშვილის მორჩილი სპეცნაზელების მიერ, რომლებიც პატურის ფორმებში იყვნენ გამოწყობილი, რომელსაც ივანიშვილი კონვერტებში უხდის ფულს და გაგონებას კი არ უნდა იმ მოსაზრების, რომ შესაძლებელია თეორიულად მაინც დაუშვას, რომ ის რუსულ ინტერესებს ახურება. მაგრამ იქ შეიძლება თითოეული ჩვენგანი აქ სენაზე თუ ეს სენა აღმოჩნდეთ, მაგრამ ერთმანეთს პირობა მივცეთ, ვინც ჩავიკეტებით 4 კედელში 4-ჯერ მეტი ადამიანი უნდა გამოვიდეთ თბილისის ქუჩებში. ეს პირობა ერთმანეთს შეუსულოთ და უკან დახევა ასე შემთხვევაში არ იქნება. დიდი მადლობა.